როდესაც იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. დაჰა მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფეხით და ევედრებოდა შინ გახოლოდა. ვინაიდან ერთადერთი ასული ჰყავდა, 12 წლისა და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედაწყდებოდა მას. იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელი სისხლის დენით იტანჯებოდა. მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა. უკნიდან მიიპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმ წამსვე შეუწყდა სისხლის დენა. თქვა იესო, ვინ შემეხო? როცა ყველამ უარი თქვა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს. მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება. შენ კი ამბობ ვინ შემეხო? ხოლო იესომ თქვა, ვიღაც შემეხომე, ვინაიდან გრძნობ რომ ძალა გავიდა ჩემგან. ქალმა რა კი დაინახა რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით. დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა. რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას, ასულო, შენ მარწმენამ განკურნა. წადი მშვიდობით. ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა. შენი ასული მოკდა. ნუ ღარ შეაწუხებ მოძღვარს. მაგრამ იესომ ეს რომ მოისმინა, უპასუხა. ნუ გეშინია. მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება. სახლში რომ მივიდნენ, არავის დართონება შესულიყო. პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედმამის გარდა. ყველა ტიროდა და მოთქვამდა მასზე. მან კი უთხრა. ნუ სტირით, ის არ მომკვდარა, ზინავს მხოლოდ. ისინი კი დაასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ რომ მკვდარი იყო. მან კი ხელი მოჰკიდა, შესძახა და თქვა. გოგონავ, ადეკ. და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა და მან ბრძანა რომ საჭმელი მიეცათ მისთვის. გაუკვირდათ მის მშობლებს, ხოლო მან უბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.